სპირისონეტა კი არის, იდეალურად არის ქართულად ნათარგმნი, მაგრამ ვერ გაიგებ ისე როგორც ინგლისურად მეთოდი, რითიც შეუძლია რომ მთელი ტექსტის შინაარსი ამ უცხო სიტყვების მიუხედავად გაიგოს. მე მგონია რომ მთელ ყველაფერს ამახინჯებს. გამოსადეგი აპლიკაციები არის და საკმაოდ კარგ შედეგებსაც დებს. როცა ბავშვი მოდის სახლში, რა მეთოდით შეიძლება ის მიღებული ცოდნა განიმტკიცოს, როცა არავისთან არ აქვს კომუნიკაცია. ბიერად ასე თუ ისე ამახსოვრდება ადამიანს. თავს ვიმართლებდა ვერასდროს ვერ დავადგე საშველი რომ ენა ვისწავლო კარგად. ჩვენ ქართულში იმდენი ისეთი სიტყვა გვაქვს, რომელიც ესე ერთი სიტყვით ინგლისურში არ ითარგმნება. ქართულიდან პირდაპირ ინგლისურად ვერასდროს ვერ ვთარგმნით და პირიქით უფრო მარტივია. პირიქით უფრო მარტივია, კი. სწორებელი ეძებს ალბათ უფრო აზრი რო იყოს ნათლად და ესე მკაფიოდ ჩამოყალიბებული. დაწეროს ჯერ ქართულად და მერე გადათარგმნონ ინგლისურად და თავარი გამოწვევა ინგლისური ენის გამოცდაზე. სად გადის ოქროს, ასე ვთქვათ, შუალედი წესების ეპირად ცოდნას და იმის პრაქტიკულ გამოყენებას შორის. შეცდომების თვალებში და ეგრეთ წოდებული შიში მაინც კომპლექსია. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ მენაბდა მასწავლებლის პოდკასტის მე-9 ეპიზოდს. ისევ და ისევ ვიმყოფებით ფსიქოცენტრში, რომელიც მდებარეობს რუსთავში, მშენებელთა ნომერ 5-ში. მადლობა ფსიქოცენტრს სივრცის დათმობისთვის. დღეს ჩვენი სტუმარია ინგლისური ენის მასწავლებელი თეო დალაქიშვილი, რომელიც დღეს წარმოადგენს English Today-ს, რომელიც მდებარეობს რუსთავში, მეგობრობის პირველ გასასვლელში და იღებს ყველა ასაკის მოსწავლეს. ეს ადგილი არის განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სურს სალაპარაკო ინგლისურს დაეუფლოს. მადლობა თეო სტუმრობისთვის. დღეს ძირითადად მიმოვიხილავთ აბიტურიენტების თემატიკას, იმიტომ რომ ციებ-ცხელებაა და განსაკუთრებით კითხვები არის ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე ზოგადად ინგლისურის სწავლების მეთოდიკასაც შევეხებთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. და რა ვიცი, რა კითხვებიც გვექნება, შეძლების დაგვარად შევეცდები, რომ ამომწურავი პასუხები გქონდეს. დარწმუნებული ვარ. პირველი არის ხოლმე ენის ბარიერი. მე პირადადაც მაქვს, რომ რაღაცეები ვიცი, გრამატიკა კარგად თითქოს წარმოდგენა მაქვს, რაღაცეებს ვიზეპირებ ცავით, ალბათ შეიძლება ითქვას, მაგრამ ლაპარაკი გვიჭირს. აი, როგორ შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანმა დაძლიოს ეს შიში, რა შეცდომებს უშვებთ ძირითად შემთხვევაში, რაც გვაფერხებს საუბრის, გვაფერხებს იმაში, რომ დავიწყოთ საუბარი, ესე ვთქვათ. მე უფრო მგონია, რომ ეს ეგრეთ წოდებული შიში მაინც კომპლექსია, რატომღაც შეიძლება თეორიული კარგი ცოდნა ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ პრაქტიკაში მაინც ეშინიათ ხოლმე შეცდომების დაშვების და მგონი ეს არის მთავარი მიზეზი, რომ უბრალოდ უნდა ჩავხედოთ შეცდომებს თვალებში და გავიაზროთ ის, რომ შეცდომებზე ვსწავლობთ და ამ შეცდომებისაც არ შეგვეშინდეს. მთავარი პრობლემა ალბათ არის ხოლმე ის, რომ გრამატიკული სტრუქტურების გამოყენება უჭირთ მერე უკვე პრაქტიკაში, რომელიც რო თეორიულად შეიძლება ძალიან კარგად იცოდნენ, თუნდაც წერილობით ინგლისურში, მაგრამ ზუსტად ეს შიშია და კომპლექსი, რომელიც შეცდომებს გვაშვებინებს ინგლისური ენის საუბრისას. ხო, მეც პირადადაც მქონია, მაგრამ მანდ ალბათ არის ის, რომ აი, რო ჩავარდნილ არ ისეთ სიტუაციაში, რომ სხვა გზა არ მქონია. მე ყველა მთელი ეს მომიკრებია და რაღაც კომუნიკაცია შესაბამისად შემდგარა. აი, გრამატიკა და ეს კომუნიკაცია VS რო გავაკეთოთ უხეშად ესე შედარება. სად გადის ოქროს, ასე ვთქვათ, შუალედი წესების ეპირად ცოდნას და იმის პრაქტიკულ გამოყენებას შორის? კავშირი რა თქმა უნდა არის, მაგრამ ზღვარიც ალბათ იქნება და ამაზე. ზღვარი არის, კი, უბრალოდ წესების დაზეპირება დიდად ესეთი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ თუ რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში სჭირდება მოსწავლეს, რომ ეს წესები იცოდეს, ალბათ სავარჯიშოებით უნდა გაიმტკიცონ ეს რაც არის წესები. და სავარჯიშოები აკეთონ შეძლების დაგვარად ბევრი გრამატიკული, იმიტომ რომ მე უკვე ისე ჩვევაში გადადის ფაქტიურად და ალბათ აქ არის უფრო უმარტივდება. რადგან ძირითადი საუბრო თემა მაინც აბიტურიენტებია, მოდი ვისაუბროთ იმაზე, რა არის აბიტურიენტების მთავარი გამოწვევა ინგლისური ენის გამოცდაზე, აი რომელი დავალება უჭირთ ყველაზე მეტად და რა განაპირობებს მაგას? ალბათ ჩემი აზრით ყველაზე პრობლემატური აბიტურიენტისთვის უფრო არის წერილი.
იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ბავშვებისთვის, აბიტურიენტებისთვის მოსმენა პრობლემას აღარ წარმოადგენს, რომ წვდომა აქვთ სოციალურ ქსელებთან, თუნდაც ინტერნეტთან და სისტემატურად უსმენენ ვიდეოებს, უყურებენ ფილმებს, კომუნიკაციაც არ უჭირთ და ალბათ წერილია უფრო ისეთი პრობლემა მათთვის, იმიტომ რომ იმ წერილში ესე კონკრეტული რაღაც დეტალები არის, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და ამისთვის ვამზადებთ მთელი ეს პერიოდი, სანამ გამოცდებამდე მივლენ ხოლმე. კი, რამდენიმე ესე თქვათ რჩევა შეგიძლიათ ამ დავალების შესასრულებლად, რომ ბავშვებს ესე გავუზიაროთ. წერილს გულისხმობთ? ალბათ უფრო ის არის, რომ მიიყვნენ მასწავლებლის რჩევას, იმიტომ რომ სისტემატიურად ვაკეთებინებთ წერილებს, ფაქტიურად ყოველ გაკვეთილზე, სანამ გამოცდებამდე მივლენ და უბრალოდ არის რაღაცა კონკრეტული შაბლონები, რომელიც შეიძლება დაიმახსოვრონ და ვცდილობ ხოლმე, რომ მოსწავლეს მივცე ესეთი რჩევა, რომ არ ეცადოს და არ დაწეროს ჯერ ქართულად და მერე გადათარგმნონ ინგლისურად და პირდაპირ ინგლისურადვე დაიწყონ წერა წერილის და გაითვალისწინონ ის რაღაცა კონკრეტული წესები, რაც მოეთხოვებათ წერილის წერისას. კი ბატონო, რადგან ეს წერილში დავალებაზე გავამახვილოთ ყურადღება, გამსწორებელი რას ეძებს აბიტურიენტის წერილში, ან რას გულისხმობს სტრუქტურულად, როგორ უნდა ქონდეს დალაგებული? რატოსვამ ეხლა ამ კითხვას აბიტურიენტების უმეტესობა ემზადება, მაგრამ ყავს მაყურებელთა კატეგორია, რომელიც არ დადის მასწავლებელთან დამოუკიდებლად მეცადინავს და ეძებს რაღაცა დამხმარე რესურსებს. აი ამ ბავშვებს რო რაღაცა 1-2 სიტყვით ვუთხრათ, რას ელოდება გამსწორებელი? ეხლა არის მოლოდინი რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვები უნდა გამოვიყენოთ თუ ასე შემდეგ. როგორც ვიცი, B1 თუ B2 დონეს ამოწმებს ეს ტესტი. B1 B1 არის და ანუ სავარაუდოდ B1-ის შესაბამისი ლექსიკა უნდა გამოვიყენოთ. ხო, აი ამაზე რომ გამსწორებელი ეძებს ალბათ უფრო აზრი რო იყოს ნათლად და ესე მკაფიოდ ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ თუ აზრი აცდენილი არის იმას რა მოთხოვნაც არის წერილში, ანუ რასთან დაკავშირებითაც წერილი იწერება, ანუ რაც არ უნდა რთული და ესე მაღალი დონის სიტყვები გამოიყენოს აბიტურიენტმა, თუ აზრი არ ჩანს და არ არის გადმოცემული ესე ნათლად, ალბათ ამას ეძებენ და არა იმ რაღაც გრამატიკულ რთულ სტრუქტურებს. ხო, ანუ როგორც მაგალითად ქართული ესეში სიტყვაზე პირობითად ეგრე რომ აზრი იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, არგუმენტირებული, მაგრამ ეს ძალიან კარგი რჩევა მიცით, რომ ჯერ ქართულად არ დაწერს, დროსაც კარგავს იდეაში გამოცდაზე და რაღაცა მერე იმაზე უნდა იფიქრო, ხა ეს რაღაც ქართულში თან ზოგი ისეთი სიტყვა გვაქვს, რომელიც შეიძლება ესეში დაწერო, ის რანაირად უნდა თარგმნო, მაგაზეც ალბათ შეიძლება. აი, ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ ჯერ მთავარი რომ დრო იკარგება, განსაკუთრებით ტესტისას, გამოცდისას და მერე ის რომ ქართულიდან პირდაპირ ინგლისურად ვერასდროს ვერ ვთარგმნით და პირიქით უფრო მარტივია. პირიქით უფრო მარტივია, კი და ჩვენ ქართულში იმდენი ისეთი სიტყვა გვაქვს, რომელიც ესე ერთი სიტყვით ინგლისურში არ ითარგმნება და ამიტომ მერე უჭირთ ხოლმე ძალიან მსგავსი ან ზუსტი სიტყვების მოძებნა ინგლისურში, რომ ის თავიანთი აზრი გადაიტანონ. კი ბატონო, აი ლექსიკური მარაგი ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად სტრუქტურის ტესტის გამოცდის ფორმაზე, მნიშვნელოვანია სალაპარაკოთ და ასე შემდეგ. როგორ ვისწავლო მაგალითად მეც, ანუ ენობრივ ნაწილში ლინგვისტი არ ვარ, რა ძალიან მიჭირს. ან შეიძლება ამით თავს ვიმართლებ და ვერასდროს ვერ დავადგი საშველი, რომ ენა ვისწავლო კარგად. მაგრამ კითხვა ნახე როგორ მაქვს, როგორ ვისწავლო სიტყვები ისე რომ მეორე დღეს არ დამავიწყდეს, რამე მეთოდი თუ არსებობს, რომელიც დამეხმარება იმაში, რომ ჩემი ლექსიკური მარაგი გავამდიდრო. რაც მე შედეგს. კი, სხვათა შორის არის ეს ერთ-ერთი მეთოდი, რომელშიც ალბათ მასწავლებლები დამეთანხმებიან. ფურცელზე ჩამოწერილი რამოდენიმე სიტყვა, თავისი თარგმანით და აი ყველა თვალსაჩინო ადგილას რო გავაკრათ სახლში, ნებისმიერ ოთახში და სულ რომ არ კონდეს ეს განზრახული, რომ მივიდეთ ამასთან ჩავხედოთ და ვისწავლოთ დღის მანძილზე ყველა ოთახში რომ არის ერთი და იგივე სიტყვა თავისი მნიშვნელობით გაკრული, რაღაც ქვეცნობიერად ასე თუ ისე ამახსოვრდება ადამიანს. ხშირად არის რომ ბავშვები სწავლობენ ინგლისურს, მასწავლებლებთანაც დადიან იქ თქვენი ცენტრის პრაქტიკიდან გამომდინარე, მე ძალიან ბევრი ბავშვი სწავლობს და ვიცი და ამიტომ შემიძლია თამამად თქვა, რომ თქვენ მაგალითად ინგლისურადაც საკუთელ პროცესზე ელაპარაკებით, მაგრამ ეს არის კვირაში გაწერილად რამდენიმე დღე, ხო? როცა ბავშვი მოდის სახლში,
რა მეთოდით შეიძლება ეს მიღებული ცოდნა განიმტკიცოს, როცა არავისთან არ აქვს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე? აი, რა ხერხს შეიძლება მიმართოს ამ შემთხვევაში? მაგ შემთხვევაში ვურჩევთ ხოლმე, რომ თუ ოჯახის რომელიმე წევრმა იცის ენა, შეეცადონ, რომ მაქსიმალურად რაღაცა მარტივი დიალოგი გქონდეთ და არის შემთხვევა, რომ არც ერთმა არ იცის ოჯახის წევრმა და ვურჩევ ხოლმე, რომ რაღაცა ესეთი წარმოსახვითი დიალოგი გქონდეთ საკუთარ თავთან. რომ რაღაც მით უმეტეს ჩვენს ცენტრში არის იმის საშუალება, რომ დიალოგებსაც გავდივართ ერთმანეთში, ჯგუფის საგაკვეთილო პროცესში და ზუსტად იგივე დიალოგი შეუძლიათ საკუთარ თავთან წარმართონ, ესეთი წარმოსახვითი დიალოგი რომ გქონდეთ. მეგობრებთან განსაკუთრებით კარგია, იმიტომ რომ დღევანდელმა ახალგაზრდობამ საკმარისად კარგად იციან სასაუბრო დონეზე და შეუძლიათ ეს დიალოგი გქონდეთ კი მეგობრებთან. კი, მე ერთ-ერთ ეპიზოდში მყავდა აბიტურიენტი არა სტუდენტი პირველ კურსში, რომელმაც 100%-იანი გრანტი აიღო და ინგლისურში თქვა, რომ არ ემზადებოდა და აი ძალიან ბევრ ტექნიკას იყენებდა, უბრალოდ ვიცოდიო, მოსმენით, მე უბრალოდ იმ ბავშვს ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, ნებისყოფა ჰქონდა, იმიტომ რომ საკუთარ თავს დაუჯდა და იცოდა, რომ კვირაში 2 დღე უნდა იმუშავა და გაიკეთებინა, რაც ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის მეც უზრუნველად ვიტყვი, არ მაქვს ხო, ეგ არის სერიოზული ნიჭი. აი, ტექნოლოგიების ნაწილზე რო ვთქვათ, რამდენად ეხმარება აპლიკაციები, აი Duolingo არის, ეხლა მე მგონი AI-ის chatbot-ებიც არის, ძალიან ბევრი რეკლამები მხდება ხოლმე. და აი, რამდენად შეიძლება ადამიანმა ინგლისური ენის შესასწავლად და ან ზოგადად ენების შესასწავლად ეს მეთოდები გამოიყენოს? ჯერ იმას გაუსვამ ხაზს, რომ გააჩნია რა მიზნით სწავლობს ენას, ძალიან გამოსადეგი აპლიკაციები არის და საკმაოდ კარგ შედეგებსაც დებს. თუმცა, როგორც ვახსენე, გააჩნია თუ გინდა რომ მასწავლებელი გახდე, ამისთვის აპლიკაცია საკმარისი არ არის და რაღაცა უფრო სიღრმისეული, დეტალური ცოდნა გჭირდება, მაგრამ რაღაცა ყოველდღიური სამოგზაუროდ იქნება, თუ რაღაც საკომუნიკაციო ან ლექსიკური მარაგის შესავსებად გადასარევია ეს აპლიკაციები. დამხმარე რესურსებად შეუძლია გამოიყენონ ბავშვებმა, თუნდაც აი ის მეთოდისთვის, რომ კომუნიკაციის ნაწილში ეს თუ ენა არ იცის ოჯახის წევრმა, შეიძლება AI chatbot-ს კომუნიკაციოს, როდესაც ან თუნდაც მეგობარი ყავს და ან მეგობარმაც არ იცის ენა, გამოიყენება. მასწავლებლის სირთულე ინგლისური ენის სწავლებაში რა არის ძირითადად? ანუ ყველაზე დიდი გამოწვევა მარტივად რა ვთქვათ, ეს არის რაღაც мотиваციის შენარჩუნება, თუ სწორი რესურსების და სწავლების მეთოდიკის გამოყენება, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ მაგალითად ეხლა ჩემს პირად მაგალითს არ ვიტყვი, მაგრამ გამიგია, რომ მასწავლებლები ხშირად იყენებდნენ ხოლმე ახალი სიტყვების სასწავლად, როგორ ვთქვათ, მაგალითად ისევ წეღან პირადი საუბრის დროს საუბრობდით და განმეორდები, პირობითად ახალი ენა როცა იყო და ასოებიც არ იცოდნენ და სიტყვები უნდათ რომ დაამახსოვრებინონ, ქართულად წერენ მაგალითად წიგნი ვიცით რო არის book და ქართულად book-წიგნი. აი ეს მეთოდი მე მგონია რომ ყველაფერს ამახინჯებს და ყველანაირ სურვილს უკლავს. აი რა არის თქვენთვის როგორც მასწავლებლისთვის ძირითადი გამოწვევა? მაგას შევეხები აუცილებლად, რომ ძალიან ცუდი მიდგომა არის ეს, რომ ინგლისური სიტყვის ქართული ასოებით მიწერა ხდება და არა როგორც ვამბობ ტრანსკრიფციებით. მით უმეტეს არის დღეს საშუალება ინტერნეტში რომ მოიძიო სიტყვა როგორ გამოითქმის და სწორად დაამახსოვრებინო, არა თუ ქართულად მიუწერო. ალბათ გამოწვევა არის ის, რომ мотиваცია დამოკიდებულია ჩემი აზრით რესურსების სწორად შერჩევაზე, იმიტომ რომ რესურსი თუ არ გაქვს სწორად შერჩეული სახელმძღვანელოები და მოსწავლისთვის ან მაგალითად ძალიან მარტივია, რასაც ასწავლე, ან ძალიან რთული, ალბათ აქ იკარგება мотиваცია და ინდივიდუალური საჭიროების დანახვა. აუცილებლად კი, რომ ზუსტად მოარგო მის დონეს, რა დონეზეც იცის ინგლისური სახელმძღვანელოები. კი ბატონო. ნახეთ, ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რანაირად შეიძლება დაიმახსოვროს სიტყვა, რომ მეცადინეობა და სისტემური შრომა არის იდეაში ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ აბიტურიენტი დაჯდა გამოცდაზე და რაღაც ტექსტი მოუვიდა და ამ ტექსტში არის ძალიან ბევრი უცხო სიტყვა.
არის თუ არა რაიმე მეთოდი, რითიც შეუძლია რომ მთელი ტექსტის შინაარსი ამ უცხო სიტყვების მიუხედავად გაიგოს და მაქსიმალური ქულას სავარაუდოდ ვერ მიიღებს, მაგრამ დამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღოს ამ კონკრეტულ გამოცდას. ზოგადად რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ფრაზა არის ინგლისურში, ესე ცალკეული სიტყვების მნიშვნელობებიდან ერთმანეთს ვერ დაუკავშირებ. ალბათ უფრო ის, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე სანამ გამოცდებამდე მივიყვანთ აბიტურიენტს, ვამუშავებინებთ ასეთ მსგავსი ტიპის ტექსტებს და მაშინ ვასწავლით, რომ აი რაღაცა მარტო იმ ორი სიტყვიდან გამომდინარე არ გამოიტანოს აზრი და ალბათ მთლიანი შინაარსიდან უკვე მიხვდებიან მერე რაღაცნაირად უმუშავდებათ ეს უნარიც მთელი რაღაც ამ 1 წლის მანძილზე, რომ მსგავს ტექსტებს ვაკეთებინებთ. რა ვიცი, ხვდებიან ესე თუ ისე თვითონ კი. თან ინგლისურ ენაში უფრო ესე თქვათ ადრეული ასაკიდანვე ემზადებიან და ბარემ აქვე ვიკითხავ, როდის არის საუკეთესო დრო ენის სწავლების დასაწყებად? შეხება ენის სწავლას, ნებისმიერი ასაკიდან შეუძლია ბავშვს დაიწყოს პატარა ასაკიდანვე, თუმცა ალბათ სანამ საკუთარი მშობლიური ენა არ იცოდინება წერა-კითხვით, მანამდე ვასწავლით და ჯობია მანამდე რომ თამაშით ისწავლონ ენა. და როდესაც უკვე საკუთარი ენა ეცოდინებათ, ქართული მაგალითად, წერა-კითხვით და აღარ გაუჭირდებათ, შემდეგ შეუძლიათ უკვე რომ დაიწყონ ინგლისური ენის ესე შესწავლა, როგორც სიღრმისეულად, მანამდე თამაშით და გართობით. თქვენთან ადრეს განვეორდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი ახლობელია ქალაქი პატარაა და ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია ნამდვილად ქალაქში და ძალიან ბევრი პირველკლასელები არიან, რომელიც კმაყოფილები არიან იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მარტივად, საინტერესოდ ასწავლით ენას, რაც მნიშვნელოვანია და ძალიან დასაფასებელია ის ამბავი, რომ ბავშვებმა მართლა ქართულად არ იციან საბოლოოდ წერა-კითხვა, ეს სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომ მეორე სემესტრში შემოდის ინგლისური ენის სწავლება და მსგავსი მიდგომები, რაც თქვენ ცენტრს აქვს, ხო? ძალიან კარგია და მე უკვე მეორე კლასიდან გადადიან სხვა მეთოდზე, რომელიც უფრო რაღაცა სიღრმეებში ჩადის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაწილი. აბიტურიენტებზეც რო ვნახოთ, აი კიდე ერთხელ რო გავამახვილოთ ყურადღება, 1 წელი არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ აბიტურიენტმა რა თქმა უნდა, ეხა იმის ილუზია დარწმუნებული ვარ, რომ არავის არ აქვს, ვინც ნოლიდან იწყებს, რომ რაღაც 70 ქულა, ხო? მე მგონი მაქსიმალურიდან რაღაც მაქსიმალური არის 60-ან 70% აიღოს, მაგრამ მინიმალური ბარიერი ან თუნდაც 50% არის თუ არა შანსი, რომ მიიღოს 1 წლიანი მომზადებით, მაგრამ კი, აუცილებლად ეს ისევ მოსწავლეზე არის დამოკიდებული, რამდენად მონდომებულია. იმასაც ვიტყვი, რომ ენის შესწავლა ეს 1 წელიწადში არ ხდება სიღრმისეულად, თუმცა საგამოცდო საკითხებისთვის და გამოცდისთვის მზადყოფნისთვის სრულიად საკმარისია, რომ ვაძლევთ იმ ცოდნას, რაც სჭირდება საგამოცდოთ და ანუ ყველანაირ ინფორმაციას ვაძლევთ მის გარშემო და კი, ბარიერიც და მეტიც საუღიათ ბარიერზე ბევრად მეტი ქულა გამოცდაზე კი. კი. იც რა მაინტერესებს, ძალიან აქტიურად არის ხოლმე ეს ფილმების და მუსიკის როგორც რესურსად გამოყენება, რამდენად მნიშვნელოვანია და სუბტიტრებით ყურება ფილმების, აი რას მომცემს მე როგორც ინგლისური ენის შესწავლელს, ესე ვთქვათ, სურველი რომ ინგლისური ვისწავლო და აბიტურიენტებს თუ დაეხმარებათ. კი, აბიტურიენტებსაც ეხმარება და ზოგადად კარგი დამხმარეა, მით უმეტეს ახლა არის იმის საშუალება, რომ ნებისმიერი ფილმი ჩაირთოს სუბტიტრებით და ჩემს მოსწავლეებს სულ ვაძლევ ხოლმე ამ რჩევას, რომ უყურონ ფილმებს სუბტიტრებით, პერიოდულად გათიშონ სუბტიტრები და გატესტონ საკუთარი თავი, როგორ მიაჩვიეს ყური და იმასაც ვთხოვ ხოლმე, რომ როდესაც სუბტიტრები აქვს ფილმს ჩართული, დიდად სუბტიტრების კითხვას არ დაუთმონ მეტი დრო და ფილმსაც უყურონ და მაინც პერიოდულად მიაჩვიონ ყური თუ როგორ გამოითქმის ესა თუ ის სიტყვა და ძალიან კარგი დამხმარეა დღევანდელი ადამიანებისთვის. კი ბატონო, ნამდვილად. ნახეთ, ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ აბიტურიენტების ტესტის ფორმატზეც, ხო, შევეხეთ სასაუბრო ენას. აი, ძირითადი განსხვავება რა არის სასაუბრო ენას და იმ აკადემიურ სტილს შორის, რაც აბიტურიენტს მოეთხოვება. რატო ვკითხავ ახლა ამას? ძალიან ბევრი აბიტურიენტი, რომელიც ამბობს, რომ მე ინგლისურში მომზადება არ მჭირდება, იმიტომ რომ ვიცი, მაგრამ იცის, აი, თუნდაც ამ ფილმების მოსმენით, რაღაცა თამაშებით, ბიჭებმა განსაკუთრებით თამაშებით იციან. და მე ტესტთან რო დასხდებიან, ხვდებიან, რომ რაღაცა სხვა
რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. აი რა განსხვავებაა და ხო აი ამაზე რომ ეს საკითხი განსხვავება ძალიან დიდია სასაუბრო ენას და აკადემიურ სტილს შორის, იმიტომ რომ აკადემიურ სტილში განსაკუთრებით ეროვნული გამოცდებისთვის არის კონკრეტული მოთხოვნები, რომელსაც არ უნდა გადაუხვიო და დღევანდელი სასაუბრო ინგლისური ძალიან ბევრი გრამატიკული დარღვევითაც გვხვდება, თვითონ უცხოენოვანი ადამიანებიც კი დარღვევებით საუბრობენ და დიდად გრამატიკას ყურადღებას არ აქცევენ საუბრისას და განსხვავდება კი ნამდვილად ფორმალური, არაფორმალური ინგლისურისგან. კი ბატონო. გამოცდის დროზე რო ვისაუბროთ, აი როგორ შეიძლება გადავანაწილოთ დრო ისე, რომ ტექსტის, ასე ვთქვათ, გადამოწმება, შეცდომების გასწორება მოვასწროთ. დროის მენეჯმენტი სერიოზულად მნიშვნელოვანია და აი რა რჩევას მიცემდით ამ კუთხით აბიტურიენტებს? ამ შემთხვევაში არის ხოლმე, როდესაც დრო შეზღუდულია გამოცდის პერიოდში, ვურჩევ ხოლმე მოსწავლეებს, რომ სავარაუდო პასუხები წაიკითხონ ჯერ ტექსტის რაც უწერია, ან კითხვები და მიახლოებით იცოდნენ პასუხები და მერე უფრო უმარტივდებათ რატომღაც ტექსტიდან აზრის გამოტანა ამ ტესტავდით მთელი ამ პერიოდის მანძილზე აბიტურიენტები როცა მყავს ხოლმე და ბევრად ნაკლებ დროში ახერხებენ ამას, უკვე რო იციან სავარაუდო პასუხები ტექსტიდან უკვე მალევე ხვდებიან რომელი პასუხი იქნება სწორი. მეც ვხვდია სამოქალაქოს და ისტორიის პრაქტიკაში, რომ აი წყაროები და წყაროს ანალიზი როცა არის მან განსაკუთრებით ვეუბნები რომ კითხვები ჯერ წაიკითხე, იმიტომ რომ ის გონებაშია და მე ტვინი ავტომატურად ტექსტში ეძებს პასუხებს და ეხმარებათ ძალიან. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის როლი ამ სწავლების პროცესში და რა შეუძლია მშობელს, როგორ შეუძლია ხელი შეუწყოს მაგალითად ენის სწავლაში, მით უმეტეს თუ თვითონ ენა არ იცის. ეს პრობლემა არის კი ბავშვისთვის, როდესაც არც ერთმა მშობელმა ენა არ იცის და ალბათ ყველაზე ისეთი კარგი გამოსავალი და ესეთი სახალისო იქნება, რომ მშობელმა შვილთან ერთად ისწავლოს ეს ენა და მგონია, რომ ბავშვისთვის ძალიან სახალისო იქნება, მშობელს ასე რომ ვთქვათ, გამოიჭერს შეცდომებში და мотиваციაც ექნება კი, რომ ეცოდინება და რაღაცა ისეთი სიხარულით იტყვის, რომ მე და დედა ან მე და მამა ერთად ვსწავლობთ უცხო ენას. ეს მგონია რომ კარგი გზა არის. მე მაგას გავხსნა ერთხელ ინგლისური არ ვიცი კარგად და ერთხელ მომიწია ერთ პატარა კლასში, მესამე ან მეოთხე კლასში, რომ შევსულიყავ ინგლისურის მასწავლებლის ნაცვლად და მეთქი ახლა გავტესტავ ჩემ თავს რა როგორ მახსოვს, ძალიან მარტივ საკითხზე იყვნენ. და ჩავატარე და ჯერ აღფრთოვანებულები იყვნენ, რომ ჩვენმა მე და საზოგადოების მასწავლებელმა ინგლისურიც იცისო. მე რაღაც სიტყვა ვერ გავიგე და მეთქი ეს რას ნიშნავს თქო და მანდ რომ მითხრეს და ეს რომ თვითონ რომ მასწავლეს სიტყვა რას ნიშნავს, ეს ხრებში გაშლილებით ადიოდნენ და დღესო მე და საზოგადოების მასწავლებს ახალი სიტყვა ვასწავლეო და მეთქი აი რომ ისწავლი, მე დაგეკითხები რაღაცებსა და მივხვდი რომ мотиваცია გარკვეულწილად გაუჩნდა. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში. აი სერტიფიკატებსაც რო შევეხოთ, რა განსხვავება ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას და საერთაშორისო გამოცდებისთვის მზადებას შორის, იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენი ცენტრი ამ მიმართულებითაც არის, ასე ვთქვათ, მუშაობს და აი სპეციფიკა რა აქვს განსხვავება ამ ორ გამოცდას? განსხვავებულია იმით, რომ TOEFL-ის მაგალითად რომ ვთქვათ გამოცდისთვის მზადყოფნა აუცილებელია, ანუ მზად რო იყო მოკლედ TOEFL-ის გამოცდისთვის, იმაზე მეტი დონე არის საჭირო, ვიდრე ეროვნული გამოცდებისთვის გჭირდება და ეროვნული გამოცდები ძალიან მარტივი უნდა იყოს იმ ადამიანისთვის, ვინც აპირებს ეს საერთაშორისო გამოცდაზე გასვლას. კი, სხვათა შორის ახლა უნდა ვახსენო, სახელს არ ვახსენებ ამ ადამიანის, ეს შარშან ჩემი ერთ-ერთი ძალიან ახლო ადამიანი იყო გასული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელიც არის უცხოენა არ იცის, არის 25-26 წლის და ესე გავით დარეგისტრირდა და მოდი გავალო რაღაცას ვიწამო და ინგლისურის გამოცდაზე არისო 25 და მე რეიძახთა რომ ხალხიო იმზადებაო ეხლა ამაში და იჭრებაო ვინმე ძალიან მარტივი იყო და ქართულზე და იმაზე ისტორიაზე საერთოდ აღარ არის საუბარი რომ გამოვიდა პირველი კითხვა ამაში ვინმე ემზადებაო ნუ მანდ ეხა ისიც არის რომ ასაკა 25 წლის რო ხარ სხვა გამოცდილება აქვს და 17 წლის რო ხარ სხვა ეხლა ვფიქრობ ხოლმე რომ ეხა ამ გონებით რომ მე შევიდე ეროვნულზე რას ვიზაო თევს გადავდგავ მაქსიმალურ ქულას არის აუცილებლად ეგ იქნება.
აი შეცდომების ნაწილი, რატომ არის შეცდომის დაშვება ენის სწავლისას არა წარუმატებლობა, არამედ პროგრესისთვის აუცილებელი პირობა, არის თუ არა? ეხლა ცოტა ისეთი პირიქით დავსვი, არის ხო? არის და ესეც ალბათ მასწავლებელზეა დამოკიდებული, რომ მოსწავლე მიაჩვი იმას, რომ შეცდომას რო დაუშვებს, ეს პრობლემა არ არის. კი, მოსულა შეცდომა და ვეუბნები კიდევაც იმას, რომ როდესაც დაინახავ უკვე რა შეცდომა დაუშვი და გაიაზრებ, ანუ მე უფრო მარტივია ამისი გააზრება, დამახსოვრება და შემდეგ უკვე აღარც ეშლებათ. კი ბატონო, ნამდვილად. ინგლისური ენის ცოდნა მოსწავლეს რამდენად იხმარება ინფორმაციის გადამოწმებაში და საერთაშორისო წყაროების დამუშავებაში, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით ეს ბუმია დეზინფორმაციის, ხო? და არის თუ არა უცხო ენის სწავლა იარაღი დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ასე რომ ვთქვა. კი, ნამდვილად კარგი იარაღია, იმიტომ რომ მე პირადად შემხვედრია სტატიები, რომელიც არის ძალიან არასწორად თარგმნილი, ან საერთოდ არ არის ნათარგმნი ქართულ ენაზე და ძალიან დიდი დამხმარე არის ამ შემთხვევაში უცხო ენა, რომ მოიძიოს პირველ წყაროდან ინფორმაცია და ნუ რა თქმა უნდა ეს პირველ წყაროს ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ინგლისურ ენაზე. კი, უმეტესად. მე მახსოვს ამას რამდენიმე ხნის წინ რაღაც კიდევ ერთხელ გამომეროდებ, რომ ინგლისური არ ვიცი, მაგრამ მე რო გავიგებ, რომ თარგმანი არის ცუდად, ანუ კატასტროფულად იყო ესე იგი თარგმანი რა. ხშირ შემთხვევაში. იმიტომ რომ როცა ითარგმნება თუნდაც სინქრონულია ეს თუ ისედაც, მაინც ხმა პირველი რაც ისმის, ინგლისურენოვანი ისმის ხოლმე, ხო ხმას ხო საერთოდ არ უთიშავენ და რაღაცა ფრაზა ისე აი ამობრუნებლად იყო ნათარგმნი, რომ აი ვინც ერთი-ორი სიტყვა მაინც არ იცოდა ინგლისურად, იტყვა და რაღაც სამყარო დაინგრა უკანა ბოლო დღიან სამყარო მორჩა რა. და აი მან დავაკვირდი რომ რამდენი რაღაც არის. აი კიდე არის ხოლმე რომ ფილმებიც რაც არ უნდა თარგმნო, ფილმებშიც მე რო ვისმენ ხოლმე, ვხვდები რომ არასწორი თარგმანი არის და ანუ ძალიან დიდი რესურსია. ხა როგორც მაგალითად წიგნის წაკითხვა ჯობია პირველ წყაროდან, ხა ვერ წაიკითხავს ვეფხის წყალსაც და ვერ გაიგებს ისე, როგორც ქართველი მაგალითად. რა თქმა უნდა. გამორიცხულია, ვინ უნდა თარგმნოს ეგ მომენტია და იგივე იქნება შექსპირზე. ხა შექსპირის სონეტა კი არის იდეალურად არის ქართულად ნათარგმნი, მაგრამ ვერ გაიგებ ისე, როგორც ინგლისურად შეიძლება რომ წაიკითხო. და ბოლოსკენ რო წავიდეთ, მაინტერესებს რა არის ის ერთი მთავარი რჩევა, რომელიც აბიტურიენტს უცხო ენაში მაღალი ქულის მიღებაში დაეხმარება. ალბათ ის რომ ეს რა თქმა უნდა შინაგანია, მაგრამ მიზანდასახულობა და დისციპლინა. შეიძლება мотивация არ გქონდეს, მაგრამ თუ დისციპლინას, ნუ გამომუშავებადია თან, თუ გააზრებული აქვს ეს აბიტურიენტს და დისციპლინირებულად მიყვება და სწავლობს და მით უმეტეს მიზანდასახულიც თუ არის, ნამდვილად კარგ შედეგებზე გადიან არა მხოლოდ გამოცდის განმავლობაში, მერეც შემდგომში. ხო, ანუ ზოგადად ენის სწავლებაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დისციპლინას ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა, მე ვფიქრობ, რომ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება და თქვენ შეგიძლიათ ჩემი არხი გამოიწეროთ, აბსოლუტურად ყველა სახის ინფორმაცია English Today-ის შესახებ იქნება ვიდეო სახწერაში და თუ რუსთავში ცხოვრობთ და გინდათ და არიცით სად უნდა მიიყვანოთ ბავშვი ინგლისურზე, აუცილებლად უნდა მიმართოთ English Today-ს, იმიტომ რომ ნამდვილად პრაქტიკიდან გამომდინარე არის ძალიან კარგი სივრცე. ყველაფერს რო თავი დავენებოთ, ჩემი მოსწავლეები მე რუსთავში ვასწავლე სკოლაში და შესაბამისად ბევრი მოსწავლე თქვენთან არის, როგორც აღნიშნე, აი ძალიან ბედნიერად მოდიან ხოლმე და უხარიათ ინგლისურის გაკვეთილზე მოსვლა და აი კმაყოფილები არიან, აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სახის კონფერენციებში და ენის ფლობა ძალიან აქვთ. ეხლა რომ ვნახულობ ხოლმე, მე ხანდახან ვიყენებ ინგლისურენოვან ვიდეოებს, იმიტომ რომ არ არის ნათარგმნი და ესე თვითონაც ბავშვები რომლებიც თქვენთან დადიან, უთარგმნიან ხოლმე და ეს სიამაყის შეგრძნებაც აქვს და ძალიან კაია რომ ქალაქში გვაქვს ესეთი ცენტრი, რომელიც ამაზე მუშაობს. მადლობა. მიხარია რომ ჩვენს მოსწავლეებს ესე უხარიათ ჩვენთან მოსვლა და მაშინ ვიაზრებ მე პირადად რომ კარგი პროფესია მაქვს არჩეული და ძალიან სასიამოვნოა განსაკუთრებით პატარებისგან აი ეს სიყვარული რასაც ჩვენ გავცემთ რომ უკან გვიბრუნდება. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და ვინმე სპონსორობა თუ გინდათ
ჩვენ აქ ვართ, არანაირი პრობლემა არ არის, შევხვდებით შემდეგ მეათე ეპიზოდში დროებით.